გამარჯობა, ეს არის მე-13 ვიდეო, მე ვარ დემო და წინა გაკვეთილში, ანუ დღეს განვიხილეთ როგორ შეიძლება ავაგდოთ ჩვენი საიტი Ubuntu server-ზე. საიტი ხო ძლიერი გაჩვენებთ, ხა ჩვეულებრივად მუშაობს, მაგრამ ეს სხვა რაღაც არის, ხალხი არ არის რა. და წინა ვიდეოში გითხარით, რომ voice-ები მინდა დავამატო მეთქი საცილო რაღაცები რო იყო, მაგრამ გადავწყვიტე ესეთი პატარა გაკვეთილი ჩაგიტაროთ ჩემივე საიტზე. სულ სხვა საიტებს ვაფუჭებთ, კაროჩე და ერთ ჩემს საზეს გეტყვით როგორ შეიძლება რაღაც ხრიკები იპოვო. ნუ პირველ რიგში არ გამიფუჭოთ მართლაც ხოლმე იქნება და გაჩვენებთ ეს რაღაცას, რომ ანუ ტექსტარიას თუ შეხედავ, ID აქვს. უკვე რაღაცა არის, ხო, ანუ ტექსტარიას თუ ID აქვს, მაშინ შენ შეგიძლია მოითხოვო ID-ით, ჩაწერო რაღაცა, დააჭირე კნოპკას. და დებაგერში მოხვდები, იმიტომ რომ დატოვებული მაქვს. კიდე და შეგიძლია სკრიპტი ნახო, რეები წერია და ვაფშენაირად მუშაობს, ჯანდაბას თქვენი თავი იბეცადინეთ პრაცით და ეხლა ის თქვა მინდა, XSS შეტევა ყველას გეცოდინებათ რა არის. ვინც არიცით, არის ეს რაღაცა, ანუ შეგიძლია მესიჯის სახით გააგზავნო კოდის ნაჭერი. მაგრამ რო შევამოწმე მაგალითად სკრიპტი. ეს არ მუშაობს. თორე ხა ის მოდელის ფანჯარა უნდა მოგიდოს ზემოთ ალერტი ვინც იცით რა არის, ეგ არის რა და თვითონ ფუნქცია არ ეშვება. ანუ ვიცი რომ უნდა გაეშვას, მაგრამ როგორ ჩანს Chrome-ის განახლებაში აღარ მუშაობს ეგრე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს რაღაცა გავაკეთოთ. ანუ XSS-ზე ჩვეულებრივად მაგალითად ჩვეულებრივად მუშაობს XSS-ზე. არანაირად დაცული არ არის, ანუ მესიჯი შეგიძლია ნებისმიერ რამე გაატანო, პროსტა ერთს გეტყვით რომ ბაზა არ აქვს და SQL-დან ვერაფერს ვერ წამოიღებთ. ეხლა ვიღოთ copy image link-ი მაგალითად და ეგ აჩვენებთ რა უცნაურად მუშაობს. HTML-ი შეგიძლია ჩასვლა მაგალითად A1 ესეც მუშაობს. არავინ არ იცი, მე ვიცი და ერთმა ტიპმა კიდე გააზრო რა ჩემს საიტზე და ვაფშე იმან ამიხსნა ფოტო ჩააგდო ესე ბიჭო და მეთქი რა დაირა ჩააგდო ფოტო მეთქი და მე გამახსენდა რომ XSS-ი არსებობს ზოგადად და ესეთ რაღაცა პროსტა ტექსტ ჩასვავ სტაილი უდრის ვიცი 300 პიქსელი მძიმე და ბაც ფოტო გაიჩნდა. კიდე რა შეიძლება? ნუ კიდე გეტყვით რომ ეხლა რა მინუსები აქვს ჩემს საიტს. ჯამში საიტი კაია, რეგულით არის ნაწვალები, ხეთყობა დიზაინზე და ცოტა ვიდეოში ცუდა ჩანს. მინუსები რა არის? აი ეს სტიკერები არის დიდი, ანუ კი დავჭერი ესენი რა, მაგრამ ეხლა ზომაში რო შეხედო თვითონ ზონაში 150 პიქსელზე არ დაიქაჭირდება და დიდი არის რა, ძიმი არის. შესაბამისად, ჩემი ლარიანი სერვერი ვერ კაჩავს და ახალი სტიკერების ჩატვირთვას, ეს მაგარი სტიკერებია. კიდე პლუს 18 ვიდეოები. დავაწერო უნდა თორე დამიჭერე მაგაზე. გამიტრეკებენ ეგრევე ბავშვებს რეებს ასწავლი აქვს პლუს 18. არის ისეთი არა, ნუ გასნობი საიტი არის idea-ში, მაგრამ საყვარლობა არის. ცუდი განხრა და რა მეგეთი არა მაქვს რა პირიქით მინდა რომ შემოვიდეთ და გულიანად მუსიკებს უსმინოთ და ვიბაზროთ ხოლმე. რაც შეეხება, ანუ ჩემი სისუსტე საიტის კითხარით, სავარაუდოდ დიდოც არა დაცული, იმიტომ რომ Cloudflare-დან უნდა გავუწიო და ეხლა გაჩვენებთ როგორ შემოვყავს ხალხი საიტზე. ჩემი მაიმუნებებით, ანუ სხვა გზა არ დამიტოვეს, ხა მეთქი როგორ უნდა გავაბაზრო მეთქი და ყველას გეცვენებთ ეს საიტი. ვინმე გეცოდინებათ და даже შეგხვედრიათ ალბათ ვინ შედიხართ. ეხლა არაფერი არ ხდება, მაგრამ არის ერთი Telegram-ის ბოტი, რომელიც არ არის WinMage-ის და იბრალებს რომ WinMage ვარო და WinMage ვარო იბრალებს და კაროჩე ეს ბოტი არის რა. და ეხლა ნახეთ მე როგორ შემოვიყვანე ხალხი. პირველი გოგო ხარ კი ძმა გოგო ვარ. ეხლა ხო დავიბრალე კი არა და იბრალებს და გადავწყვიტე ეს რაღაცა რომ მეთქი რადგან და მაინც სპამი არის და მეც საიტი გავაკეთეთ ხო. არის ესეთი ბიბლიოთეკა, ქვია რა ქვია? Papiteri, ეს არის. რას აკეთებს ახლა? ეს არის ბრაუზერის იმიტაცია, ანუ წინაზე ხო აგიხსენით ზოგადად გაფართოება როგორ ყენდება, რა ხოდია და რა მუღამი აქვს რა. მაგრამ ახლა გაფართოება რომ მუშაობდეს, ბრაუზერი უნდა კონდეს გახსნილი, ეგ ერთი მინუსი ეგ არის. შესაბამისად, ამ კოდის აგდებელ ცადე Linux-იც, მაგრამ სინამდვილეში მაინც ბრაუზერს იყენებს, უბრალოდ არ ჩანს რა ბრაუზერის პანჯარა, ანუ იმიტაციას აკეთებს. და რა შვება ხა, ანუ ეს კოდი რეალურად ხსნის საიტს, მოდი მაინც დომეინს და ზედა ორხას დავმალავ რომ არ შევაწუხოთ ხალხი ცოტა ზედმეტად. ანუ page ხსნის,
start button-ი, მე write რაღაცა message-ი ზუსტად არ მოხსე ხა აქ რა ხდება, იმიტომ დიდი ხნის წინ ავწერე. და start send next-ი. რაღაცა message insert-ს უკეთებს ტექსტარიას. და პროსტა მე ელემენტს აჭერს რა, ელოდება რაცა გვერდი ჩაიტვირთება, ელემენტს აჭერს და გადადის. და ეხლა რანაირად ხდება განახეთ. ანუ ეს გავუშვათ ის კოდი. და message დავუწეროთ მაგალითად. გადმოთ საიტი. ხოდსია. მომენატრეთ. იმედია კაი ხალხი გადმოვამადა. ადრე მაგარი კამანდა ვიყავით ზოგადად, სანამ ჩალიჩობდი და მუღამიანად უდგებოდი და მეცალა სამესიჯოთ, აი ვიღაცა შემოვიდა და როგორ ახლა. ანუ ვიცი შენ რა სულ გათიშული ეხ გული დამწყდა ერთი კვირა გათიშული იყო საიტი და ვიღაცა მაინც ამოწმებს რა და იმენა აი პროსტა გული დამწყდა რომ მივაგდე, მაგრამ არ მეცალა მართლა და არც ფული არ მქონდა ჰოსტინგზე. და რა ვინ შემოხვალ ბრატსი შემოდით პროსტა არ გააფუჭოთ და ჯიგრულად ლამაზად ვიბაზროთ რა. ლინკი ჩავაგდეთ და ეხა ეს გავსტარტოთ. გავსტარტოთ და შევხედოთ რომ ჯერ ბრაუზერის გახსნა ჩალიჩობს, მე მანამდე სიგარეტს გავუკიდებ, შეწევი ცოტა. ველოდებით. სანამ ველოდებით შეგვიძლია ცოტა აქეთ გამოვწიოთ. და მანამდე გაჩვენებთ Telegram-ის ხოც, ანუ Telegram-ის აი всё, ეხა დაიწყო და ბარე მაგალითსაც გაჩვენებთ აქ რანაირად ხდება, მაინც ათე ამას მივწეროთ, რომ არ გვცალია. რომელი ვარო, რას ამბობ? დემო ვარ, მაგრამ არ ცალია ვიდეოს წერ. ისო, ამას. და ეს არჩევის სტიკერი გაიცოდა ისო. სულ ჩემგემოზაი და მესამე კაც შემოვიდა, მაგრამ ის უკვე სპამი ჩავრთეთ და მაგიტო ახ გაჩვენებთ. რანაირად მუშაობს ეს. გადავედით. ანუ პროსტა ეს საიტი არ შეაწუხოთ ძმურად, იმიტომ რომ მეც მეჩხუბეს. ზოგადად გადავწყვიტე რომ არ შემეწუხებინა და აიგრევე გაიჩიტე რა, ანუ გადადის და ეს ლინკი იჩიტება ისა. და ტვინს ღუნავს, მაგრად მაპატიეთ ბრატსი, მაგრამ რა ვქნა. სავარაუდოდ ის ბოტი აღარ სპამობს და მოდი ახლა ჩვენც ის მოვაშოროთ. ის მოვაშოროთ აქიდან, იმიტომ რომ რადგან სხვაც არ აწუხებს, მოდი ჩვენც არ შევაწუხოთ. თამაშებია. ოპა, აი ეს ვიცი ვინც არის. რო გამოგიტყდეთ, ერთი გოგო მიყვარს, აი რო ვაგიხსნათ რანაირად, პროსტა ვერ მიხვდებით, მაგრამ იმასთან აქვია და ანაზე ეგრევე ვიკერები ხოლმე, ხო, გავაგზავნეთ. რანაირად შეგვიძლია ეხლა ნუ Telegram ბოტზე გადავედით, ანუ ცოტა ისეთი არ დამევას ეს ტიპი, იმიტომ რომ დაიბრალა ვინ ეს ბოტი არისო და ხალხი გადაწია რა. და ჩავრთეთ ჩვენი კოდი, შეავსო, აქ ცოტა ნელა მუშაობს, იმიტომ რომ მაინც Telegram-ი არის და Telegram-ს ეგრე მარტივად ვერ მიუდგები. გაგზავნა და ელოდა users. აი შეხედა, ეს კიდე მეორე ჩათი არის. ანუ ყველა ჩათი ერთმანეთს ტვინს უჭამს, რომ მოდი გავსპამოთ თუ რაღაცაა რა და აგეთ ჩორნი ხოდებით ჩალიჩობენ ხალხი გააძრონ. კი. მაინტერესებს რაღაც, ხო. და მოდი ახლა უცბად განახებთ მაინც აი ეს ხა ესე უნდა დატოვო მინუსი ეგ არის ამ ბრაუზერის გახსნის, რომ კაროჩე თუ ეს გათიშე, რა თქმა უნდა არ იმუშავებს რა და ეს რაღაც კიდე შეაქუნა ჩასვა. და მოდი ახლა განვიხილოთ მეორე კოდი, მაგრამ მეორე კოდი ცოტა რთული არის და სიმართლე რომ გითხრა მეც არ მახსოვს, მაგრამ გადახედეთ, მაგას გაჩუქებთ დაჟე, ეს ბოტი იმენ არ მევასება. პროსტა ვინმეჯის მოუვარეთ მაინც კი არის გასნობების საიტი, მაგრამ მაინც ცოტა ის რიდის თემა არის რა. სად არის ხა ჩვენი აი სპამ Telegram-ი, აი ეს კოდი არის. აი ბოლომდე გადახედეთ ხა რანაირად ხდება. პირველ რიგში ნუ საწყისი რაც არის ყველაფერი გვაქვს, ანუ ინტერვალი, link ID, start-ი, ანუ აქ ვამოწმებ message-ი ჩასმულია თუ არა, იმიტომ რომ ორი ცალი input-ი აქვს, სადაც message-ი უნდა ჩასვა. და შესაბამისად მიწევს რომ ვიჩალიჩო რაღაცა ელემენტი დავიჭირო, გადავტვირთო გვერდი იმის მერე რაც message-ი ჩავსვი, იმიტომ რომ არ ჩანს. და ყველაზე გადაობა რა არის, იცით, ანუ აქ ხო next საჭერს რა, next-ი რა და ამ next-ს ვერ ვაჭერ. სად არის? აი აქ რაც არის და თავისი აქვს, მაგრამ ანალოგია მოვიღე ამის, ანუ დავაკოპირე, source-ში შევხედე, next-ი როგორ გამოიყურება კომანდი. და ავდექი და ჩავსვი რა და ვაჭერ. ანუ დაჟე ლინკიც აქვს, აი შეხედეთ, grep commands next-ი.
ანუ ამის მუღამი იქ რა და OnClick-ზე რაღაც სხვა შვება. რთული არის Telegram-ის ხოთ შორს ეგრე მარტივად ვერ გატეხო. შემდეგ ისე პრომისები მოდის, check user loaded-ი, ანუ თუ შემოსულია თუ არა, გავიდა თუ არა, გადავართო თუ არა, მაგას ვამოწმებ. set message-ი ისევ დაჩეკვა და send message და სულ ეს არის რა. ანუ ეს არის extension-ის კოდი, აი ესე. Вообще თუ მოგინდებათ მართლა და თუ გჭირდებათ, რავი, რაში უნდა გჭირთ, არ ვიცი, მაგრამ ჩაგიგდებთ ამას. არ მენანება ბრაც გამოიყენეთ. Просто მაინც ეცადეთ რომ ხალხი არ შევაწყოთ. ამაზე სულ ეს იყო. ჩემი საიტი არ გააფუჭოთ პირველ რიგში და დროებით აბა მომავალ შეხვედრებამდე აღდგომებზე მცალია და ჩაგიწერთ ბევრ კაი ვიდეოს.